კარგი. დავუშვათ თანახმავარ. მამა შენი განქორწინებას მოისურვებს? იქნებ მასაც უნდა. შეეკითხე? ზეინებ. ასიე სიტყვებით ნუ მელაპარაკები. დედა მე გელაპარაკები როგორც შენი შვილი. მისი სიტყვებით არ მოქმედებ. ცოტა ხნის წინ არ მითხარი რომ ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებ. მზად ვარ შვილო რომ შენი ბედნიერებისთვის ყველაფერი გავაკეთო. მაგრამ ეს ის არ არის, რის გაკეთებასაც შევძლებ. კარგი დედა. ზეინებ, მოიცადე. აცადე. ყველაფერი გააანალიზოს. საჭირო არ არის. იცი, ყველაზე ცუდი რა არის? ასიე მართალი აღმოჩნდა. თქვა რომ სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერია. მითხრა რომ მთელი ცხოვრება უკანონო ცოლის სახელით იცხოვრა. მაგრამ ნედიმე ერთ ხისაც ვერ გაძლებს, შვილის გამოც კი. ის მართალი აღმოჩნდა. ხედა ვის გველი ასიერას ჩადის. როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? ძალიან ცუდად ვარ. ძალიან ცუდად. გავცივდი. გაგიჟდი ასიე. თუ ნედიმე და რიზვანი დაშორდებიან, ჰალილ იბრაჰიმს შეეშვები არა? ჩვენ შეთანხმება 32 წლის წინ დავდეთ. 32 წლის წინ. გახსოვს? არ გახსოვს? გახსოვს არა? გახსოვს. შვენიერია. რას ამბობ ასიე? მე შეთანხმების პირობებს არ ვარღვევ. გან არა მე მოგთხოვე? მოგთხოვე ცოლს გაშორდე და ჩემზე დაქორწინდე? შენი შვილი მე მუდარებოდა და მას ამიტომ ვუთხარი, სულ ეს არის. ნადიმემ გითხრა არა? ნესიმმა მითხრა, ნესიმისგან გავიგე. ნესიმა? თავის ქმრებს მიხედონ, ჭორიკნები. იქნებ ჯობს ნაკლები გელაპარაკა და არც არავინ არაფერს იტყოდა. კარგი საქმე გავაკეთე. შენ კიდევ მსაყვედურობ? კარგი საქმე გააკეთე და მე ვერ შევნიშნე? ხო, გავაკეთე. შენ ნადიმეს გამო დაბერდი. ნამდვილი ლომი ხარ. გვერდზე გადადგომა რატომ გადაწყვიტე? ეს რატომ გააკეთე? ახლა რას იზამ? რას ბავშვებზე იმუშავებ? რატომ? მე გადავწყვიტე, ჰალილ იბრაჰიმი ილმაზისთვის პირადად გადამეცა. იმიტომ რომ შენ ისევ გაგეგრძელებინა. დაიჯერე რომ პენსიაში გასვლა გადავწყვიტე? მე შენი მჯერა. შენ ჩემი კაცი ხარ. გასაგებია? სხვა გეგმები გაქვს? გეგმები მე ყოველთვის მაქვს ასიე. სწორედ ეს მაბრაზებს. ადრე ყველაფერს მიყვებოდი, ყველაფერს მიზიარებდი, რჩევას მთხოვდი. ახლა რა მოხდა? რა? კარგი, მაგრამ მაშინ არც შენ ხლარ თავდი საქმეებს ჩემს ზურგს უკან. შენ ილმასთან თანამშრომლობას იხვდები? მე შენს დაცვას ვცდილობ. ან ილმას უნდა მოეკლა ჰალილ იბრაჰიმი, არ მას უნდა მოეკლა ილმაზი. მე ილმაზის მხარეს ვარ. ილმაზის განადგურება როგორ გადაწყვიტე? ასიე, გეგმებს მიშლი, გესმის? ეს როგორი ფიქრე? შენ მე გეგმებს მიშლი. გეგმებს არ გიშლი. ილმაზი მუჩი მეღოლება. შენს გეგმებზე მომიყევი. მოდი მომიყევი. გვერდით დამიჯექი. მოდი აქ. დედას განქორწინება მართლაც თხოვე? ხო, დედა ფატმა. შვილის ბედნიერებისთვის ხომ ყველაფერს გააკეთებდი?
ეს რა კითხვაა? განქორწინება რა მოსატანია? დედა მას ეცოცხლა და მე მომკვდარიყავი. დედა სხვაგვარად მოიქცა. თქვა რომ მამას არ გაშორდება. ასიემ ასეთი რამ როგორ მოითხოვა? რა უნდა? მის გამო ვიღაც ბედნიერი უნდა იყოს, უბედურიც მის გამო უნდა იყოს. ასიეს მხოლოდ ეს უნდა. ზეინებ, როცა შენ აიშეს ემუდარებოდი, ედანური რასაკეთებდა? გისმენდა? ის იქ არ იყო, თემელ. სად იყო? ჰალილ იბრაჰიმი მალე მოკვდება. საყიდლებზე გავიდნენ, რომ ქორწილი მშვიდად გადაიხადონ. თემელ, განა ახლა ამაზე ვსაუბრობ, ჩვილო. მართალი ხარ, მამა, მართალი ხარ. ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. მართალი ხარ. ასიემ ედანურს რამე დაუშავა? არა, ედანურისთვის რა უნდა დაეშავებინა? ზეინებ, მეც ვეღარ დაგიმალავთ. რას მალავთ? მე რა მოგიყვები თურან? თურან, სემა რომ მოგიყვება, შენ მე მომიყევი, კარგი? კარგი. შენ თემელს მოუყევი, გაიგებს, რომ მის ცოლს არ დაусმენი ვართ და მას მოკლავს. ეს როგორ? ედანურს არ დაусმენი ვართ? არა, თურან. დღემდე ფეხზე მისი წყალობით ვდგავართ. ბიძია, თემელს გავაგებინო, თორემ შეიძლება დარდით მოკვდეს, ღმერთმა დაიფაროს. მეგობრებო, გთხოვთ, სიტყვა მივეცი. რადგან საქმე აქამდე მივიდა, გთხოვთ, მათთან საქმეს ნუ დაიჭერთ. ედანურის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებთ. მას იქ ჩემი დაიცავს. ლეილა. ზეინებ, მან თავისი დაცვა ვერ შეძლო და ედანურს როგორ დაიცავს? გამომყევი. წამოდი. ზეინებ, ილმაზე წასვლას აპირებს იქნებ, შოთამ შეგვატყობინოს და მას უკან გაყვებით. რა სიტყვი? შოთას უკვე ვთხოვე. მას მერე რაც მისი მანქანა აფეთქეთ, უნომრო მინივენით მოძრაობს ბიძია დერვიშ. ეს რას ნიშნავს, ზეინებ? რამდენიმე მინივენია. ყველა სხვადასხვა მიმართულებით წავა. უკან როგორ გავყვებით? ყველა სავედევნოთ. მიხვდებიან და ჰალილ იბრაჰიმს მოკლავენ. მართალია. ღმერთო, რა უნდა ვქნათ? ფიქრეთ. საყვარელო. რაღაცას გეტყვი, მაგრამ არ გაბრაზდე. თუ ცუდი არაფერია, რატომ უნდა გაბრაზდე? ლევენს ველაპარაკე. იმ იდიოტს რაზე ელაპარაკე? ასე ნუ ამბობ. მასაც აქვს პრობლემები. ის ავადმყოფია. რა გითხრა? თქვა რომ შენ გვერდით იქნება და ყველაფერს გააკეთებს, რასაც ეტყვი. თავარია შენ ოჯახის მართვა გააგრძელო. ლევენტმა? გეფიცები. ამას დეიდა აიძულებდა. ცდილობენ მახეში გამაბან. პრობლემა ის არის, რომ დეიდა ამ ყველაფერში გარეული არ არის. მას მე ველაპარაკე. თქვა რომ მას მხარს დაუჭერ და მამის ადგილს დაიკავებს. აიშე, მე არც მამა შენთან ვაპირებ საქმის დაჭერას. მამას და ლევენს ერთმანეთს როგორ ადარებ? არ მესმის, როგორ? მამას მართვას ვერ შეძლებ. მაგრამ ლევენთის მართვას შეძლებ. დედაც ჩემსავით ფიქრობს. კარგი.
მაშინ მამა შენი რა მიზეზით უნდა დათანხმდეს? იმ მიზეზით რა მიზეზითაც მამა შენი. ილმასთან საქმის დაჭერა არ უნდათ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მამა რიзвანს გვერდით გადადგომა დიდად არ უნდა. ხომ ასეა? მართალია. ჰალილ იბრაჰიმის გატაცების მერე მამა უცნაურად იქცევა, მაგრამ ამ ერიდან აღარ არის მნიშვნელოვანი ლევენტი ჩვენ გვერდით იქნება თუ არა. საყვარელო, შენ არავინ გჭირდება. ის მიიღე, რა ჩვენ გეკუთვნის. ხალხს მიეცი უფლება, რომ გვერდით დაგიდგეს. შენს გზაზე სიარული გააგრძელე. მიუხედავად იმისა, ჰალილ იბრაჰიმი ცოცხალი იქნება თუ არა. ყველაფრის მიუხედავად. სად არის? ტბასთან. დავუძახო? ძმაო, დაიგო. მოვდივარ. გმადლობ, რომ არ მაწყენინე ჩემო ცხოვრება. რა ლამაზი ტბა, შვიდი, წყნარი. ცხვირწინ ასეთი სილამაზე გვაქვს და საერთოდ არ ვაფასებთ. კეთილი იყო შენი მოსვლა, ლევენტ. ჩემთან დალაპარაკება გინდოდა? ხო, ფიქრეთ. ძმაო. დაელაპარაკეთ. თუ რამე დაგჭირდებათ, დამიძახეთ. ხომ გაიგონე, ძმა დაგიძახე, მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყო. ვიცი, ბევრი შეცდომა დავუშვი, უცნაურად ვიქცეოდი, მაგრამ თუ სურვილი გექნება და ნამდვილ ლევენტს გაიცნობ, დარწმუნებული ვარ, აღფრთოვანდები. არ აღფრთოვანდები, რა თქმა უნდა, თუმცა ნამდვილ ლევენტს დიდი სიამოვნებით მოусმენ. გეტყვი. იქამდე სანამ ზეინებზე დავქორწინდებოდი, შენ მიმართ უპატივცემულოდ ვიქცეოდი? აბა დაფიქრდი, როდესმე? ხო, არ იქცეოდი. არ ვიქცეოდი. და არც მოვიქცევი. მხოლოდ სიმართლის მხარეს ვიქნები. ისე როგორც ჩვენი მამები. შენ ყველაზე უკეთ გამიგებ. ყველაზე უკეთ. ზეინებზე დაქორწინება მხოლოდ იმიტომ მინდოდა, რომ მამას უყვარებოდი, შევექე. მე ხომ ამით ვიყავი შეპყრობილი. ჯერ კიდევ ასე ხარ? არა. ის გათხოვილია. თემა დაიხურა. ჩვენ ცოტა განსხვავებულები ვართ. რომ გითხრა, ლამაზი არ იქნება, მაგრამ თავსაც ვერ ვიკავებ. არ მეყვარს ქალები, რომლებიც არ ეღიმიან. გებიცები, ჩემს დას შენ გარდა ვერავინ აიტანდა, ვერავინ. ზეინებიც მისი ასლია. მე უფრო რუმინელები, მოლდოველები მომწონს. შავი ზღვისპირეთის ქალები დიდად არ მომწონს. მოლდოველები ძალიან მომწონს. ძალიან. ლევენტ, ნუ აჯანჯლებ. ამაზე რატომ ლაპარაკობთ? მართალი ხარ. რაღაცას გითხრა. რაც უნდა იყოს გულახდილად მიპასუხე, კარგი? კარგი. გითხრე. ალი ქემალს და ჯენგის შენესროლე?
ყველაფერი დეიდას გამო მოხდა. ბიჭები წავიყვანე. გადავწყვიტე შემეშინებინა. რამდენჯერმე დავარტყი, მერე საზღვარგარეთ მინდოდა გამეშვა. შენი ძმა ჭკუიდან კინაღამ გადავიდა და სროლა დაუწყო. უბრალოდ შოკში ვიყავი. ყველაზე მეტად იმანი მოქმედა, რომ ყველაფერი ლეილას თვალწინ მოხდა. ლეილას თვალწინ. ლეილამ ყველაფერი დაინახა. ამ ყველაფრის უკან მამა არ დგას, ხომ ასეა? მამა მოვიდა. დეიდას დაუყვირა, მერე დაგვიძახა და გვითხრა, რომ არაფერი გვეთქვა. თუ ვინმე რამეს გვკითხავდა, უნდა გვეპასუხა, რომ ეს ყველაფერი მან გვიბრძანა. გასაგებია. წინადადება მაქვს. თუ ჩემს ზურგს უკან არ იმოქმედებ, თუ ქალების ჭკუაზე არ ივლი, ერთ გზას დავადგებით. მაგრამ პირველივე შეცდომისთვის ამ ტბაში ჩაგახრჩობ ლევენტ. აი ამ ტბაში. ამ ტბაში? სერიოზულად გელაპარაკები. მე სერიოზულად გელაპარაკები. კარგი. პირდები შეცდომები არ ექნება, მაგრამ პირობა მაქვს. დამოუკიდებელი ვიქნები. ბრძანებებს და მსგავს რამეებს არ დავემორჩილები. თუ ერთად ვივლით, დამოუკიდებელი მინდა ვიყო. ეს უმნიშვნელოვანესი პირობაა. ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. გესმის? სანამ ხელს არ შემიშლი, თავისუფალი იქნები. თავარია მამათან ახმა იყოს. ხომ გესმის? შევთანხმდით? შევთანხმდით. თავარია მერე პრობლემები არ წარმოიქმნას. პირობას გაძლევ ფიქრეთ. ძმა ფიქრეთი დაგიძახო არა? არა. ფიქრეთით საკმარისია, თან არ გიხდება. ფიქო? კარგი. ასეთი დაძაბული ნუ ხარ, მოეშვი. ზოგჯერ ადამიანი იძაბება, გაქცევა უნდა. კარგად გამიგე. ცოტა ხნით აი შესგან გაქცევა არ გინდა? ამის უფლება გააქვს. მე არავის არაფერს ვეტყვი. დამიჯერე. ლევენტ მოკეტე. კარგი, რა გაყვირებს? რადგან თავისუფლება ვახსენეთ, მინდოდა რჩევა მომეცა. სულ ეს არის. წყალს ავიღებ. ნესიმ გავიგე ფიქრეთზე რაღაც გითხვამს. მომისმინე, ილმაზის მამას პატივსცემ. ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია. მრავალი წელია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ვაჭრობით არის დაკავებული, მაგრამ ბარტედინების ოჯახი დაუნდობელია. მათთვის ჩემი შვილი, შენი შვილი არაფერს ნიშნავს. ადამიანების სიცოცხლეს მათთვის ფასი არ აქვს. ბოლოს და ბოლოს ფიქრეთი ჩვენია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი სიძეა. ფიქრეთი არის ადამიანი, რომელიც შუა გზაზე არ მიგატოვებს. ადამიანი, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს. ეს ასეა. ფიქრეთზე ზოგჯერ გაუბრაზებულ ვარ. არასდროს შემიმჩნევია, რომ მას რამე შეშლოდა. გარდა იმისა, რომ ჩემი დიშვილია ცოტა ჯიუტი კაცია. ეს მარტენის ბოროტებისგან დაგვიცავს. ბოლოს და ბოლოს მისი ნათესავიცაა. ილმაზი ამბობს, რომ სამსახურში არავის იცნობს, მაგრამ თუ საქმენედიმეს შეეხება, იძულებული იქნება უკან დაიხიოს. მე მხოლოდ ასიესი მეშინია, ვერაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ის შენი და
მაგრამ თან რიзвანზე იყო დაქორწინებული და ამავე დროს მისი შვილის მტერი იყო. ამავე დროს მისი დიშვილის მოკავშირეა. ფიქრეთის გვერდით თუ იქნები, ასიე ყველას ჩვენს წინააღმდეგ განაწყობს. ეს ხომ ასია? ამას იზამს თუ ხალილ იბრაჰიმი მოკვდება. ილმაზის და ასიეს კავშირსაც დაინახავთ. ვამბობ, რომ ფიქრეთი ჩემი შვილიშვილების მამაა. ის კი მეუბნება, რომ ისინი ნედიმეს შვილები არიან. ჩაციკლულია. ჩემი და ასეთია. ესიმ. მე ის მაწუხებს, რომ ეს რიзвანის საქმეში ხან არის და ხან არა. რაღაც ისი არ არის. ეს ხომ რიзвანია. ყველა სხვადასხვა გვარად ცდის, განსაკუთრებით ფიქრეთს. ალბათ იცის მამამისი რა საქმეებს ხლართავს. ზუჰალ, საღამოს ფიქრეთი და აიშე ბახშემზე გვესტუმრონ. შვილს დაელაპარაკე. ნახოთ ფიქრეთი როგორ მომავალს გვირდება. ჩვენ შვილებს. მას მერე რაც ხალილ იბრაჰიმი მოკვდება, თამაში ახალი წესები დაიწყება. ნახოთ რა იქნება. მიდი. მიდი. გათიშე. ელექტროენერგია ფასიანია. ხვდებით სახელმწიფოს რამხელა ზიანს აყენებთ. 16 საათის მანძილზე სიტყვა არ დაუძრავთ, კაპიტანო. იძულებული გავხდით. არც სახელები უთქვამთ? ამბობენ, რომ არავინ არიან. გადით, სწრაფად. Kun რა მანიაკები ხართ? წამების დროს თითქმის ყველა ლაპარაკობს. თუ რამე იციან ამბობენ. თუ არ იტყვით ვინ გამოგზარდათ, მოკვდებით. რომ არ მოკვდეთ, რაღაც უნდა თქვათ. ხო, დრო უნდა მოიგოთ. რაღაც მაინც უნდა თქვათ. რომელი ყური გირჩევნია? მარჯვენა თუ მარცხენა? ვიტყვი. რა? ვიტყვი. აი ასე. წყალი. წყალი მოუტანე. თუ მოყოლას აპირებდი, რატომ მოღაწვალე? შენს თავს შეხედე, ვერავინ გიცნობს. აყენეთ. წყალი დალიე. ახლა მოყევი. გისმენთ? ილმას მოუყვები. არა, ასე არ გამოვა. ილმას აქ ტყუილად ვერ მოვიყვანთ. ჯერ თქვი ვინ ხარ და მერე მოვიყვანთ. გეტყვით სად არის ტვირთი, რომლის კონფისკაცია მოვახდინე? ხოჩა, ლომი ხარ. ლომი. შენ მოყოლა დაიწყე, ჩვენ მას მოვიყვანთ. მოყევი.
მოყევი. Bakalım. სივრის გზა იცი? Oraya geçtikten sonra bir სივრის გზა. მოდი მასაჟს გაგიკეთებ. ცოტა მტკივა. არ გეტკინება. Anne. დედა, რა? Şimdi მამამ საქმეები ძმა ფიქრეთს გადააბარა. yani ben მე რა უნდა ვქნა? nasıl bir konum alayım? რა პოზიცია უნდა მეკავს? მე გიჩვენებ შენს პოზიციას. აი აქ არის შენი პოზიცია. დედის მკერდზე გასაგებია? აქედან ვერ მოგიშორებ. დედა, სერიოზულად გეკითხები. მე სერიოზულად გეუბნები. რა რეშიტმა გაიგო რა ჩაიდინე? იაუზივით არ მოიქცევა, მხოლოდ თიც არ მოგტეხს. გესვრის და დამთავრდება. იაუს რა შეეხება, იქნებ ლეილა მაზე არ დააქორწინო. Leyla'yı vermekten vaz mı geçsin acaba bunu? ნარგისთან ურთიერთობა გავიფუჭო? რაშიც ვერ ერკვევი, იმ საქმეებში ნუერები. Hayırdır? რა ხდება, იუსუფ? სად დაიკარგე? Ne işin var senin burada? ან აქ რა საკეთებ? Asya Hanım'la bir ასე ჰანებთან გვინდა დალაპარაკება. gidip söylesene. წადი და უთხარი, რომ ცოლთან ერთად მოვედი. რაზე უნდა ელაპარაკო? შენ ვინ გეკითხება? გააკეთე, რასაც გეუბნები. წადი და კითხე. თუ ლაპარაკი უნდა დაველაპარაკები, თუ არა და წავალთ. მომისმინე. აქ ცოლთან ერთად მოხვედი და დიდ გულზე ხარ? Konuşuyorsun. იცოდე სხვანაირად დაგელაპარაკები. კარგი შვილო. მიდი და კითხე. ნიშნულოვან საქმეზე ვართ. თუ არ დაგთანხმდება, წავალთ. ასე ჰანიმ. კაფის მეპატრონე იუსუფი მოვიდა ედანურის მამამთილი ცოლთან ერთად კართან დგანან. რისთვის მოვიდნენ? დედა, წავალ და დაველაპარაკები, გავიგებ რა უნდათ. სად მიდიხარ ჯექი? Göndereyim. გავუშვა? არა. მაინტერესებს რა უნდათ. ვინ დირის, რატომ დირის? შემოიყვანე. მოიყვანე. საინტერესოა. მიდი. Emredersin. როგორც იტყვით ასე ჰანიმ. სელიმ. ჩანთები შეუმოწმე იარაღი არ გქონდეთ. Silah mile olmasın. კარგი, თამერბეი. ჩემი შვილი უკვე ბევრ რამეში ერკვევა. ჩემი სიმპათიური. კარგი, დედა, გეყოფა. ასე ჰანიმ, თქვენთან საუბარი გვინდოდა. კეთილი იყოს, დაბრძანდით, დაბრძანდით. დაბრძანდით. ცოტა ავად ვარ. ჩაის ვერ მოგიტანთ. რა მოხდა? Asiye Hanım, ასე ჰანიმ, biz Eda Nur'u ედანურის დასაყვანად მოვედით. სად მიყავთ? yanımızda götürdük. ჩვენთან. მიზეზი? Bizim bir sebebimiz მიზეზი var. გვაქვს. Kız bizim ეს გოგო ჩვენი რძალია. იგივე ჩვენი შვილია. sizi de anlıyor. თქვენიც გვესმის. Kız yük. გოგო თქვენი შვილისგან ორსულად არის, მაგრამ რატომ ტანჯავთ? და რა საჭიროა ასე ჰანიმ? Bundan sonra რა საჭიროა? eziyet etmeye, işkence çektirmeye girer Asyan. Torununuz doğana kadar გოგოს ჩვენ მივხედავთ, სანამ თქვენი შვილი დაიბადება. bebek doğduktan ბავშვის გაჩენის შემდეგ ერთმანეთში მოაგვარეთ. bir orta yolu bulursunuz. Siz istemezseniz თუ არ გენდომებათ მას საკუთარი შვილიშვილივით მივხედავთ. ყველაფერი კარგად თქვით. მაგრამ საიდან უნდა ვიცოდე? რომ გოგო საბორდის გასაკეთებლად არ წაიყვანთ. როგორ გონიათ მინდა რომ სახლში მოხალადე მყავდეს? Asya Hanım, ასე ჰანიმ. biz ჩვენის ხალხი ვართ, ვინც პირობას ასრულებს. არაჩვეულებრივი ფრაზა. რა არის პირობა? ეს არის ის, რისი მოცემაც შეუძლია ადამიანს, რომელსაც არაფერი გააჩნია. გასაგებია?
ამიერიდან აღარავის ვენდობი. არავის. Biz güzellikle geldik. ჩვენ მშვიდობიანად მოვედით. Kızımız bir გვინდა ჩვენ შვილს დაველაპარაკოთ. gelmek istemez. თუ წამოსვლა არ ენდომება, არ დავაძალებთ. Ama თუ არა და ხვალ პოლიციაში წავალთ და ვიტყვით, რომ გოგოს აქ იძულებით აკავებთ. eziyet ediyor. მერე პრობლემები შეგექმნებათ. Sonra siz zora düşersiniz. Anne, დედა, შენ ასე ფიქრობ? o zaman ben gideyim. წავალ ედანურს ვეტყვი მოვიდეს და ის გააკეთოს რაც უნდა. Kızcağız da buraya. გოგოს მუცლის მოშლა რომ უნდა და skibიდან გადმოხდებოდა. Hem yani düşürmek istese გოგოს საავადმყოფოში ძალით ხომ არ წაიყვანენ, არა? yapar. Ayrıca zor Moval da- götürecek halleri de yok kızın. ყველაფერი თქვას. თამერ, წადი და მოიყვანე. მაგრამ უხეშად არ ელაპარაკო. კარგი იქნება თუ გულწრფელად გამოხატავს იმას, რასაც გრძნობს. ჩემთვის ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს. მიდი. ხალილ იბრაჰიმთან დაკავშირებით რა გადაწყვიტეთ? რა უნდა გადაგვეწყვიტა? სადამ არ ხავთ? მისი ცოლის იასემინის გვერდით დაკრძალავთ თუ მშობლების გვერდით? რა მოხდა? რამე ისი არ ვთქვი? Eğer ki içeride თუ ეტყვი რომ მათთან წახვალ, როგორც კი აქედან გახვალ, შენს მფარველ ანგელოს ლეილას ცოცხლად დავმარხავ. თამერი არ მერქვას თუ ეს არ გავაკეთო. gömmezsin. დამიჯერე, აუცილებლად გავაკეთებ. ვიცი რომ გააკეთებ. შენგან ყველაფერს ველოდები. ყველაფერს. Eda Nur. არა, ედანურ. Nasıl sen? ეს შენგან არის ყველაფერი მოსალოდნელი. Dediğimi dinle. დაფიქრდი იმაზე, რაც გითხარი. Kızım. შვილო. დედა, Kızım iyi misin? შვილო, კარგად ხარ? კარგად ვარ. Edanur, ედანურ, bir konuşun bakalım. დაილაპარაკეთ. İsterse burada ნახოთ რას გადაწყვეტ. bu. Olay აქ დარჩები თუ მათთან ერთად წახვალ. Seni bir შენ გადაწყვიტე. bana güzel güzel დასხედით. შვიდად ილაპარაკეთ. kuş gibi konuş. ჩათვალეთ რომ აქ არ ვარ. Evinizdeki gibi. ha? თავი იგრძენით როგორც საკუთარ სახლში. Yeter çek. გეყოფ ამდენი ტანჯვაშვილო. წავიდეთ აქედან. Senin güzel kalbin. ვიცით რა გული გაქვს, ამიტომ ვიცით რისი გაკეთებაც გინდა. Ben gelemem. ვერ წამოვალ, მამა. შვილო, არ გინდა. ისედაც ყველაფერი ვიცით. Bunlar seni bu eve ეს ოჯახი ვერ შეგიყვარებს. peşinde değiller. ასიეს მხოლოდ შვილი უნდა. ფიქრობს რომ აბორტს გაგიკეთებთ. Aldıracağımızı düşünüyor. ამიტომ ხელავს. ნებისმიერ შემთხვევაში შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ჩვენთან ერთად წამოდი. ჩემ შვილს ცოლად რომც არ გახვე, მაინც ჩემი შვილი ხარ. Siz de benim შენ მამა ჩემი ხარ. anamsın შენ კი დედა ჩემი. ama benim მაგრამ გამიგეთ გთხოვთ, ne olur. Ben burada თუ აქ არ დავრჩები, ამ ქალს დასაკარგი არაფერი აქვს. Halil İbrahim'e თუ ხალილ იბრაჰიმი მოკვდება, bir şey olursa, ზეინებს თუ რამე დაემართება, ან რომელიმე თქვენგანს თავს მოვიკლავ და ამ ბავშვსაც მოვკლავ. da öldürürüm. თქვენს თარიქსაც ვნახავ იმ ქვეყნად. Öbür tarafta. Düzgün konuş. წესიერად ილაპარაკე. შვილო, დედა, არ გინდა მე აქ ვარ. Ben buradayım. ძალიან ბოროტი ხალხია. Bu kadar kötü. ამ ბოროტებას თუ ვერაფრი დავუპირისპირდები, საკუთარ თავს დავუშავებ. Benim o ამით ყველაზე დიდ ტკივილს მივაყენებ. არ გაბედო შვილო. ეგ არ გაბედო. ჩაი ფუნთუშა ღვეზელი შემოგთავაზოთ, არ მიირთმევთ? მიირთმევთ?
შეჭამოთ ვინი თავისი ჯაით. რეშით. შენი ნახვა მინდოდა. ყველაფერი ისია ბოლო შეხვედრის დროს როგორც მოვილაპარაკეთ, ხომ ასია? ასია ელმაზბეი. ნუსრეთი გეტყვის შენი შვილები სად არის დამარხული? შენს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალა. ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებთ. ვიცი რომ არ დაივიწყებ რეშით. ვიცი რომ არაფერი გავიწყდება. მოვიდა ეს ნაძირავა. თავს ძლივს ვიკავებ რომ არ ვესროლა. ახლა რა მოხდება? Bazı şeyler მიზეზი რის გამოც ბევრ რამეს ვერ აკეთებთ, შენ და მამა ჩემი ხართ. bizden sonrasına სულ იმაზე ფიქრობ თქვენს მერე რა იქნება. ვერ მივხვდი ელიფ. annemle bana იმის შიშით რომ დედას არაფერი დაუშავონ. çocuklarım იმის შიშით რომ ბავშვებს არაფერი დაუშავონ. რამდენ რამეს გვიმალავთ. ცდილობთ არაფერი დავმალოთ. უბრალოდ ბევრ რამეს ვერ ვამბობთ ელიფ. ენა არ გვიბრუნდება. გული არ გვაძლევს ამის ნებას. ეს შენ ციცი. მე შენ არ მოგატყუებ. ფიქრეთ ბეიმ მითხრა რომ გავჩერდე. მეც გაჩერებული ვარ. მაგრამ იქამდე სანამ დრო არ მოვა. artık თუ რამის გაკეთებას აპირებთ, გააკეთეთ. yoksa gerçekten თორემ მე გავაკეთებ. Damat yürü git. სიძევ გავდივართ. შვიდობა? სად გავდივართ? Kazma köy. ნიჩაბი აიღე და მანქანაში ჩადე. Çocukların yerini öğrendim. გავიგე ბავშვები სადაც არიან დამარხული. ილმაზისგან გაიგე? ხო. ეს ინფორმაცია არის სანაცვლოდ გაგიზიარა. იმის სანაცვლოდ რომ სანამ არ მეტყვის არავის ვესვრი. ამას დამიხედეთ. ვიღაცის სიკვდილსაც ის განსაზღვრავს. Hadi evlat. მიდი შვილო, მიდი. გმადლობ ელიფ. ეს ზეინეფის ძუძუმტი ასე რატომ იყურებს? Haklı. მართალიც არის. Zeynep geldi. დღეს ზეინეფი მოვიდა. Savurdu. ბრაზობდა რა აღარ თქვა. Halil İbrahim senin ამბობს რომ ხალილ იბრაჰიმი შენ გყავს. bu da tabii. ის მისი ძუძუმტეა. მისი სჯერა. ხომ გითხარი რომ ჰალილ იბრაჰიმი მიერ დამიგავებია? ისიც თქვი რომ უამრავი პარტნიორი გვყავს, ვისთანაც ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. როგორც უკვე ვთქვი, ფიქრეთის ზურგს უკან ვიდგები. მას დავიცავ, მაგრამ შენი შვილი დაქვრივდება მეთქი. ესე იგი მიცავა რა ილმას? კაფეში იმიტომ მოხვედი რომ ჰალილ იბრაჰიმის სიკვდილის ამბავი გეთქვა? მე არ მithქვამს რომ ჰალილ იბრაჰიმი მე მოვკალი. მე ის თქვი რაც გავიგონე. აშკარაა რომ ჩემი კაფეში მოსვლის მიზეზი სიძე მარიცის. სამივე ოჯახი ხომ ჩვენი მტერია. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ შენი და მათი მეთაურების შეხვედრისთვის დაბრკოლება შეექმნათ. რომელ ოჯახებზე ლაპარაკობ? მელასები, სარმატლების
და ქარელების ოჯახებზე. ქარელების. ეს სიმართლეა ფიქრეთ? სიმართლეა. მართთან შეხვედრას ვაპირებდი. შვილო, მათთან რა საქმე გაქვს? დედა. მამამ საქმეები მიატოვა. პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ერთი პირობით ავიღე. იმ პირობით, რომ ჩემს საქმეებში არავინ ჩაერეოდა. ხომასია? ამ პუნქტში შენც უნდა ჩაქრთო? არა, შვილო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შენ საქმეებში ჩავერიო. იმ ოჯახებს არ ვუყვარვართ. ერთმანეთის მტრები ვართ. ამიტომ მინდოდა ამ მტრობის დასრულება იქამდე, სანამ მტერი ჩვენ შორისაც გაჩნდებოდა და ყველაფერს გაანადგურებდა. ფიქრეთ. ეს საკითხი ჩვენთან ერთად ხომ არ უნდა განგეხილა. წარსულში მტრობა გვაკავშირებდა. მამა, მე ამ მტრობის დასრულება მინდოდა. თუმცა ილმაზი თუ აქედან წავა, არანაირი მტრობა აღარ იქნება. ამასთან ერთად ჰალილ იბრაჰიმსაც თუ გაათავისუფლებენ, ის ხომ მან დააკავა. ამბობს, რომ მას არ დაუკავებია. ასე რომ ყოფილიყო, რატომ დაგვიმალავდა? რა მიზანი ქონდა? დავუშვათ დააკავა. რატომ არ მოკლა? ვერ გაბედა, დედა, ვერ გაბედა. ზეინეფის თანდასწრებით სროლა ვერ გაბედა. შენ გამო, მამას გამო, ჩემ გამო. მოკლედ, კავშირების დაკარგვა არ უნდოდა. თანაც საქმე მხოლოდ ჰალილ იბრაჰიმს არ ეხება. მან მახედა მიგო, რომ ხალხი თავის წინააღმდეგ არ განეწყო. ჰალილ იბრაჰიმზე ასეთი გაზვიადებული წარმოდგენა რატომ გაქვს? მე სხვაგვარად ვფიქრობ. ფიქრეთი ჰალილ იბრაჰიმზე ხომ არ ეჭვიანობს. ჰალილ იბრაჰიმი ხომ ხალხს უყვარს. მაგალითად, ჩემი სიძე არავის უყვარს. შენ ხომ ყველას უყვარ ხარ, არა ილმას? მე არავის უყვარ ვარ. მაგრამ არც მინდა რომ ვუყვარდე. მე მინდა რომ ვუყვარდე და მეც მიყვარდეს. ჩემი ქმარია ასეთი. ადამიანები უყვარს. მე ჩემი შვილი სწორედ ასე გავზარდე. მას ამის უფლება აქვს. შეეშვით, ისე უხელმძღვანელოს, როგორც მოისურვებს. თავარია თავის სისუსტეებთან გამკლავების უნარი გააჩნდეს. ეს რას ნიშნავს, ნედიმე? საქმის და მეგობრობის გარჩევა უნდა შეეძლოს. ჩვენმა უფროსებმა ასე გვასწავლეს. როცა ჰალილ იბრაჰიმი მოკვდება, ფიქრეთი ახალი ჰალილ იბრაჰიმი გახდება? ხალხის მეგობარი, უპოვართა დამცველი, ჩაგრულთა ბოსი? მე არც წარსულიდან ვგავარ ვინმეს და არც აწმყოდან. მამა, ახლა რომ თქვას, გადავიფიქრე, ჰალილ იბრაჰიმი მკვდარია, ოჯახს კვლავ მე ვუხელმძღვანელებო. მამამ რომ ასეთ თქვას. აქეთ შენ რომ თქვა, მამი და ჩემი პარტნიორები ამის ნებას არ გვაძლევენ, შენ შვილს მხარს ვეღარ დაუჭერო. იმ გზიდან მაინც არ გადავუხვევდი, რომელსაც დავადექი. ეს გაითვალისწინეთ. ძმაო ილმაზ, ოჯახი ჩემს ქმარს უჭერს მხარს. თუ ამის წინააღმდეგი ხარ, ესე იგი ყველა ჩვენგანის წინააღმდეგი ხარ. რადგან მარტო დავრჩით, ილმას ჰალილ იბრაჰიმს მოკლავ? რა თქმა უნდა მოკლავ. წავალ რამეს მოვამზადებ. არ შეწუხდე, მამი, და მივდივარ. არა ისხედით საქმეზე ისაუბრეთ. საინტერესოა როგორ წარმართავს საქმეს. რასაც ფიქრეთს ალერგია აქვს. სამზარეულოში ვიქნები. სიმართლე გითხრა, ხშირად უმსჯელობ შენზე. იცი რომ არ მიყვარხარ. მაგრამ თუ დღეს ჰალილ იბრაჰიმი ჩემს ხელშია, ეს ასიეს დამსახურება. შენ ყოველთვის ძლიერი ქალების დახმარებით იდექი ფეხზე. ყოველთვის.
Gel Nusret. მოდი ნუსრეთ. Konuşacak. Yılmaz Bey, თქვენთან დალაპარაკება უნდათ. ძალიან კარგი. წავიდეთ. Enişte. სიძე, Damadına son bir შენ სიძესთან უკანასკნელად რამეს ხომ არ დამაბარებ? ლომი დაჭრილი არ დატოვო ილმას. Hazır eline geçir. რადგან დაიჭირეთ, თამაშს შეეშვი. ნუ აიძულებ ნაფლეთებად გაქციოს. ჰალილ იბრაჰიმს ლომს ეძახი არა? Evet. სამწუხაროა. Yazık oldu. მართლაც ლომივით ბიჭია. ნედავ ჩემი შვილები უკანასკნელად მენახა. რატომ არ დამელოდე რეშით? Son gördüğünü მინდოდა ისეთად ხსომებოდა, როგორებიც უკანასკნელად ნახე. ვინც უნდა ყოფილიყო? პირობა მომეცი. რომ მათ უარესად მოექცევი. yapacağım. პირდები. Yapacağım. პირობას გაძლევ. Söz hanım. პირდები. შენც დამბირდი. Söz hanım. პირდები.